მშვიდობა მეგობრებო. მე არ დაველოდები ხა შემოსვლებს, იმიტომ რომ ვიცი რომ ადრეა ჯერ კიდევ. დღეს არის 2 სექტემბერი და ახლა არის 10 საათია. მეგობრებო, დღეს მე გავაკეთებ ვიდეოს გეტყვით ისეთ ინფორმაციას, რომელსაც დიდი ხანია ესე იგი ვამუშავებ თქვენთან ერთად, რამენერად რომ მივხვდეთ, ნამიუკებითაც ვამბობდი რაღაცები აქეთური ზოგჯერ კი თითქმის პირდაპირ, მაგრამ ეხლა მთლიანად გააშლილად მინდა გიამბოთ ყველაფერი. ზოგჯერ სხვა თემებზეც კიდე ვისაუბრო, ვინაიდან მიქსი გამომდის ხანდახან ინფორმაციისა. მეგობრებო, დრო აწი გავიგოთ სრული სიმართლე და ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, როგორც ცნობილიც ვართ ქართველები, ორი პარადოქსალური ცნობა რო გვაქვს, ან მაქსიმალისტები ვართ, ან მინიმალისტები ვართ რა. აი ეს გვახასიათებს ჩვენ და ეს იცის მტერმა და ამას იხენებს ყოველთვის. ეს რა შუაშია, იმას ახლა მოვყვებით ნელა და მიხვდებით. მოკლედ 1993 წელი არის სექტემბერი, ზუსტად რიცხვი არ მახსოვს და საქართველოში ჩამოდის სოროსი. რა თქმა უნდა, მედიას გარეშე არც ტელევიზიაში ცხადდება, არც არაფერი. ამას მე თქვენ გაგიღიავებ, მე რომელი წელი იყო, ესე იგი სადღაც 3 წლის უკან, თუ არ ვცდები, 4 წლის უკან. მე საბუთები, დოკუმენტები, სურათები თუ ყველაფერი განახეთ, რომ სოროსი იყო ჩამოსული და შეხვდა შევარდნაძეს. და რომ იქიდანვე გაიყიდა საქართველო, მაგრამ ეხლა კიდე უფრო მეცეთ. არა იქიდანვე, არამედ მანამდეც, ვინაიდან 1983-ში თუ 5-ში, აი მაბატიეთ ახლა ლაივში ვარ და ვერ ვიხსენებ ზუსტად, მაგრამ აი ეს წლებია, როდესაც სოროსი ჩადის რუსეთში, კერძოდ მოსკოვში და იქ აკეთებს ერთ ეკონომიკურ რევოლუციას, ასე. რევოლუცია კი არ ქვია, ეს არის დატაცება მთელი რუსეთის ეკონომიკისა, აი სერიოზული, ასე ვთქვათ, ფულების შეჭამა იმ დროს. ეს იყო პროგრამის პირველი ნაწილი, რომელსაც ამუშავებდნენ ოდრიდანვე ბზეჟინსკიდან დაწყებული, მე რეიგანი ამუშავებდა მას და ბოლო მიაღწიეს იმ საწადას, რომ დაშალეს რუსეთი და მოიყვანეს ბოლო თავიანთი ოფიციალური აგენტი, ეს იყო მიხეილ გორბაჩოვი. ორია, რა თქმა უნდა. მე ელცინი, რა თქმა უნდა, ესეც ორია და ასე შემდეგ, მაგრამ მე ისე თქვა მინდა, რომ იმ დროიდანვე დაიწყო აი ეს დაგეგმარება, რაც რუსეთში მოხდა, ვითომ პუჩი და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი აი ოკეანეებს მიღმა. და ამისი მოთავე გახდათ მაშინ სოროსი. იმის გაგრძელება იყო, ჩემო კარგებო, მოდით ახლა მე ისეთ რაღაცას გეტყვით, ცოტა ის უნდა გავაკეთო, თუ არა შეიძლება ჩამქოლოთ. მეგობრებო, საერთოდ მე ბევრჯერ მithქვამს, რომ აი ილია ჭავჭავაძეს სიტყვები, რომ მარტო ვაჟკაცობა და ხმლის ხნევა საქმე არ არის. გამიგე? იმიტომ რომ თუ ამ ვაჟკაცობას გონიერება არ ახლავს, მაშინ შეიძლება რომ ეს ამ ხმალითვე თავი გაიხლიცოს ადამიანმა. ეს მე ხო არ მithქვამს, არა?
თუმცა ეს ბრძოლი გამონათქვამია და შეიძლება ბევრსაც კიდე ნათქვამი მსოფლიოში. მოკლედ 1985 წელია და თვალსწრაფი ჟენევაში შეიქმნა რუსეთისა და ამერიკის ერთობლივი რაღაც პაკეტის შექმნას შეხვედრების და შემდეგ ერთ-ერთი ჩადეს ამ დოკუმენტში რომ შეექმნათ ჰელსინკის კავშირი. ამ ჰელსინკის კავშირში ესე იგი გაერთიანეს ყველა პატიმარი, დაჭერილი, დაუჭერელი, ну, ასე ვთქვათ, ყველა თითქოს ვინც დაწყენი იყო სისტემისგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? სამწუხაროდ და საუბედუროდ ამაში გაერთიანეს ზვიად გამსახურდია და ცოტა იქით კიდე წავალ რომ ზვიადის ამ ნაბიჯმა დიდი როლი ითამაშა მამამისის ზეგავლენამ, იმიტომ რომ კონსტანტინე გამსახურდია როგორც მართლაც და ბუმბერაზი პიროვნება პროზაში და ნუ რა ვიცი საერთოდ მაგაზე უდიდესი არ არსებობს, ჯერ არ დაბადებულა საქართველოში, ხო? მაგრამ მას ჰქონდა გავლენა მაინც ევროპული რაღაც გრიგოლ რობაქიძეს სეული, გრიგოლ რობაქიძეც იცით ალბათ, რომ ჰიტლერი და რაღაც ჰიტლერის ჰქონდა რაღაც გადახრები. თუმცა ტიტანები იყვნენ, ხო? და იქიდან ჩამოსულმა თავის შვილს ესე იგი ისეთი ჩაუნერგა, რომ აი ეს რუსეთი არის მოკლედ ასე შემდეგ და ასე დასაგებია, ხო? მე რატო ვამბობ ახლა ამას? იმიტომ რომ ბჟეზინსკის პროგრამა, დოქტრინა ასე ვთქვათ, რომელიც შექმნა მან ჯერ კიდევ 70-იან წლებში, უფრო ადრე კიდევ ვთქვათ, ეს იყო საერთოდ რუსეთის განადგურება, მაგრამ აქ მარტო რუსეთი არ არის, იმიტომ რომ ეს არის მართლმადიდებელი სამყარო, ანუ ისინი რუსეთს და ქრისტიანობას ერთად უნდა ებრძოლათ, ერთად უნდა დაემარცხებინათ. ესეც მე ხوار ეს ხო დოკუმენტია ხალხო. და მე რატომ ვამბობ ახლა ამას, იმიტომ რომ რუსეთს იმიტომ ვახსენებ რომ ჩვენც მე მგონი თუ არ ვწდები, ხო? ვართ ქრისტიანები, ხო? და ავტომატურად ჩვენც მოყვებოდით აი ამ დოქტრინის განხორციელების ქვეშ. ამიტომ მათი პროგრამა იყო ასეთი პუნქტებით არის განაწილებული, რომ ჯერ სანამ აი ამ ხელა იმპერიას ასე ვთქვათ შეეჯახებოდნენ, თავი იყო მისი დასუსტება და ჩვეულებრივი ტექნოლოგია. ანუ მას რაც ყავს და ვინც ყავს ირგვლივ ასე ვთქვათ ქრისტიანული მართლმადიდებლური სამყაროები, ისინი ნელა უნდა ჩამოეცილებინათ. როგორ? იმით რომ ერთმანეთს უნდა დატაკებოდნენ მამასისგან. ამისათვის კი საჭირო იყო ის პიროვნებები, რომელიც აი ამ საქმეს აადუღებდნენ. სამწუხაროდ და საუბედუროდ აი ამ სიაში მოხდნენ ჩვენი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტარი. ძალიან გთხოვდი, მომისმინოთ ცივი გონები და არა გულით ხალხო. გულით ჩვენ დიდი ხანია ვაზროვნეთ ცხელი გული და ამიტომ გავგუბეთ ქვეყანა. და დღესაც ვუყავთ ამ ქვეყანას. თუმცა დასაბუთი უკვე აღარაფერი დარჩა. დამთავრებული. ესე იგი კიდევ ვიმეორებ, ეს ადრეს ვთქვი რამოდენიმეჯერ. ზვიადმა და მერაბმა არ იცოდნენ თუ რას ათამაშებდნენ სოროსი და მისი ბანდა. მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიცოდი სოროსის ვინაობის შესახებ, იმიტომ რომ მას ვგებულობთ შემდეგ მიშას დროს. როდესაც ის უკვე ოფიციალურად ჩამოვიდა და გაცხადდა ბატონო. მას სანამ ჩამოვიდოდა და წინარედ რეკლამები უკეთდებოდა, რომ სოროსი არის მოკლედ ქრისტიანი პიროვნება, რომის არის მილიონერი, ტრილიონერი და უნდა ჩვენი ბედნიერი საქართველოს დახმარება. ხო? და მიშა რო ჩამოვიდა იმ დროს უკვე ეს ხდება 1997 წლიდან უკვე ოფიციალური სახელი დაედო რევოლუციებს და მან დაერქვა ფერადი რევოლუციები. მანამდე ფერადი რევოლუციები არ არსებობდა, უბრალოდ აკეთებდნენ რევოლუციებს, პუნჩებს აკეთებდნენ და ის პუნჩი კიდე რომელიც დაიგეგმა
საქართველოში რა თქმა უნდა ისე სოროსის დავიო. ეს სოროსი აგენტი გახდა შემოკარგებო აი Deep State-ის ეხლა ჩვენ რო ვესმის ეს ხშირად ხო Deep State და ომის პარტია. ეს ყოველთვის იყო. გამიგეთ? უბრალოდ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევ. ის რა ქვია 9 აპრილი კიდე შემოგარგებო ესეც იმათი მოგონილია ეხლა ზოგიერთი იტყვის რაღაც ეს ამერიკამ ყარკოკი და რუსეთმა გააკეთა მართალია რუსეთის ხელით გააკეთა ზოგან ამერიკელებმა გამიგეთ და ის აჩეხვა ხალხის დაჩეხვა და ეს რა ქვია ესეც გეგმაში ასე უნდა გაიკეთებინათ რატომ იმიტომ რომ მამას სისხლად გადაკიდებოდნენ ერთმანეთს ისე როგორც გაუკეთეს აგერიმაში უკრაინაში გაუკეთეს ბოლო დროს გესმით მამას სისხლად რო გადაკიდეს ერთმანეთს ორი ძმა ერი ჩვენ კაი ორი არა ვართ ერთნაირი რა ქვია გესმით მაგრამ მართლმადიდებლობა გვაკავშირებს მაინც ესე იგი შემოგარგებო ცხონებული ზვიადი და მერაბი რომელთაც არ იცოდნენ თუ რა ლომის საქმეს აკეთებდნენ იმ Deep State-ისთვის დავანგრიეთ ქვეყანა მაგრამ მათ მიაღწიეს საწადეს შემდეგ იგივე გააგრძელა შევარდნაძემ მაგრამ შევარდნაძე იყო გაყიდული აგენტი აი ეს განსხვავებაა მათ შორის მე როგორც ვამბობ ზვიადი და მერაბი ჩემი ყოველთვის გმირები იქნებიან იმიტომ რომ მათ არ უღალატეს ქვეყანას არ ასე ვთქვათ არ დათმეს ბევრი რამ და მათ განახეს ვაჟკაცური საქციელი და პატრიოტიზმი და ყველაფერი მაგრამ როგორც თავიდან გითხარ ილიას სიტყვების არ იყოს მარტო ასე ვთქვათ ვაჟკაცობა არას გარგებს თუ მას გონიერება არ ახლავს შევანაძე რა თქმა უნდა ეს უკვე ოფიციალური აგენტი იყო და მან ყველაფერი გაყიდა მიყიდა მოყიდა მაგრამ დააკვირდი ტექნოლოგიას ესე იგი ჩვენ ვაბრძოლეს ბოლომდე რუსეთს ბოლომდე შეგვაწყდეს ბოლომდე რის ხარჯზე ჩვენი ერთმანეთის დახოცვაზე ერთმანეთის დახოცვა და ქვეყნის დანგრევა რომელიც მას შემდეგ მოყვა ეს სწორედ იმ Deep State-ის და პლიუს კიდე დიდი კორპორაციების ინტერესებია რატომ იცი მოდი მე ახლა ასეთნაირად უფრო გასაგებად რო ვიყოთ გეტყვით ახლა ნუ სიტივომან ყველას აგაქვს ნაყურები მე მგონი ხო მსოფლიოს ცნობილი რიჩარდ გირისა და ჯულიეტა რობერტსის მონაწილეობით და იქ რიჩარდ გირი არის ერთ-ერთი კომპანიის უფროსი რომელიც არაფერს არ აკეთებს უბრალოდ ფულს შეუძლებს რაზე სხვის ასე ვთქვათ დაქცეულობაზე ან სპეციალურად აბანკროტებს რომელიღაცა კომპანიას და მე თვითონ იაფად ყიდის მე დააშლის და ყიდის და უფრო მეც ანუ არაფერს არ აწარმოებს სხვის ხარჯზე ცხოვრობს სხვის დააშლის და დაკუწმაცების ხარჯზე იგივე პრინციპი გამოიყენა აქ სოროსმა ჩვენ ერთმანეთს გადავკიდა რო ერთმანეთს არ გადავკიდებოდი თავიდან ქვეყანა ვერა და ვერ დაინგრევოდა გაგვიხადეს დუხში ცხოვრება და ბუნებრივია ქვეყანა საკუთარ ხელით დავანგრიეთ დაანგრეული ქვეყანა კი სოროსმა იყიდა თეთრებში ცენტებში მაბადეთ გესმით აი ეს ტექნოლოგია არის ამას გეუბნებით ახლა მე რამდენი წლის შემდეგ ხო მაგრამ ტექნოლოგია ერთდროულად იგივე იყო ჩვენი მიმართება რუსეთთან და რატომ ერთსაც მეორესაც მესამესაც ყველას აწყობდა რუსეთთან ჩვენი გაჯანჯრებული სიტუაცია ანუ სამყარო სასიცოცხლოდ გადაკიდება იმიტომ ჩვენ ვართ ბუფერული ზონა ძალიან სერიოზული გეოგრაფიული ადგილი გვიჭირავს და ნუ ბუნებრივია ამერიკამ კასი ცენტრი და ასე შემდეგ და ასე
მით უმეტეს ორი მართლმადიდებლური ქვეყანა, როდესაც ბზეზინსკის პროგრამას მოყვება მთელი ეს არა მარტო Deep State, არამედ მთელი ევროპა, დასავლეთი ამერიკა და ესა რომ უნდა განადგურდეს რუსეთი და ქრისტიანობა. უბრალოდ მართლმადიდებლობა. თქვენ კიდე კარგად იცით, როდესაც ეს LGBT კიდე ბოლო დროს რაც გააქტიურდა, ისინი კონკრეტულად ურთმამდნენ ამ მართლმადიდებლობას და ეკლესიას. ვიცით ეს? კი. ვინაიდან ეს ყველაფერი გამიზნულად კეთდებოდა. მე მინდა ეხლა ყურადღება გაგამახვილებინოთ ერთ იმაზე კიდე ფაქტზე, რომელიც სამივე სიტუაციაში ერთდაიგივე ხდებოდა. თქვენ გახსოვთ, როცა შევარნაძე ამბობდა, რომ აი მე წავალ პირველი მე ჩავუდგები თავში, აფხაზეთის ომზე იყო საუბარი. მე ვიქნები პირველი ავტომატს ხელში ავიღებ ერთი ამბავი და ამა რამდენი გამოყარა, რამდენი იდიოტი. ავტომატი აღებინა ხელში და რა იმ წამიდან მე ვხვდებოდი, რომ ეს იყო უკვე ბლეფი, ძალიან დიდი ბლეფი. და როგორც კი ის გაყიდა, რა ქვია, იქ შემდეგ სოხუმი, ხო? შემდეგ ეს შარდავა შეატოვა იქ მაღაზიას, განტევების ვაცი მაღაზიაზე გადაიტანეს ყველაფერი. მე იქ ბევრი როლი ითამაშეს, მოკლედ იმაზე, რომ ეს თვითონ საკუთარ თავზე რო არ დაებრალებინათ ხალხს, იმიტომ რომ გენერალისიმუსმა წააგო ომი, ხო? ამიტომ საკუთარ თავზე რო არ დაებრალებინათ, ისეთი სიაფანტობა დაატრიალეს, რომ თურმე მეგრელების ბრალია სოხუმი რო დაეცა და აფხაზეთი რო გაიყიდა. მერე შარტავაზე კიდე აქცენტი გააკეთეს, რომ აი მან თავი შეწირა და ასე შემდეგ. შარტავამ უბრალოდ დაატოვეს იქ და მერე შევიდა როლში საწყალი კაცი და მერე სხვა გზა არ ქონდა. აი ეს იყო და ეს. ეს როგორც გითხარით, შევარნაძემ აი უკანასკნელ წეთამდე ვიბრძოლებდა ერთი ამბავი, ხო? გაიხსენეთ ახლა ზელენსკის სიტყვები და ან კიდე ვიქით ლონდონში რა თქოს, აი უკანასკნელ უკრაინელებამდე ვიბრძოლებდო ჩვენ. გავიხსენოთ აგრეთვე ეხა მიშას დროს გეტყვით. ბაქრაძე რო გამოვიდა აქეთ ამათ ომი რო წამოიწყეს, ხო? იმიტომ რომ Deep State რატო არ ყოველთვის ომი უნდა წამოაწყებინო. მეტი სხვა გზა არ არის. ეს არის მათი პროგრამა. ბაქრაძე რო გამოვიდა და ხალხო ნიჩბები, თოხები და ბარები დარიქა დავიცვათ საქართველოს გახსოვთ? ხო. ეგ ერთ და იგივე სტილია, გამიგეთ? ერთ და იგივე სტილია, აბსოლუტურად. ეხლა სულ პირველად იქით დავიწევი და იმას გეტყვით. მოდით გავიხსენოთ 9 აპრილის საღამო ხალხო, როდესაც ილია გამოათრიეს საწოლიდან. ილია სახში ნებივრობდა ბატონო, როდესაც მთელი ქვეყანა იმაზე რუსთაველზეისა და ბედიწყდებოდა ქართველებს. აბა კარგად გაიხსენეთ ის მომენტი, მე ახლა ლაივში ამას ვერ განახებთ. როდესაც ილია მოათრიეს იქ და ილიამ რო უთხრა ხალხს, ხალხო დავიშალოთო და ერთი ამბავი. ეხლა პარალელში გაგახსენეთ აგრეთვე იმას, აი 2006-ში გაჩეჩილაძე და ნინო მინიმ პრემიერ-მინისტრი იყო მიშას დროს, გახსოვთ ახლა რა? იმათმა რომ შეიკრიბეს 9 მილიონი თუ 600,000 კაცი და მე რომ მისა კი არ მისულა, მაგრამ დაუძახა აქ წამოდიდო კაცო. სამებაში წავიდეთო და რომ გაბანდა ხალხი, ისეთი სიტუაცია უნდა დავიდო, გადავიდეთო, გახსოვთ? ქაშვეთ რა იყო კაცო აგერ იყო 2 მეტროში, წინ პარლამენტის ქაშვეთა გადავინაცვლოთო ვითომ და ესაო. ის ორი ნაბიჯი არ დადგა ხალხმა. ანუ რა გამოვიდა რომ იმ დროს პატრიარქი არ იყო, ასე ვთქვათ, ილია. პატრიარქი გახდა ზვიადი და მერაბი. სულიერი მამა იმ დროს. მაგრამ მე სხვა რაღაცა მინდა გითხრათ. აი საუბარი გაიხსენეთ ერთმანეთს ჩურჩულები. და ილია ეუბნება ამან და სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა. და გაიხსენეთ მერაბის სიტყვები. მერაბი რას ეუბნება? გახსოვთ? თუ არ გახსოვთ, გეტყვით. მერაბი მაშინ ითხოვს სისხლის დაღვრას. რატომ? იმ მიზეზით, რომ ეს არის საჭირო ასე. გამიგეთ? თუ ვინმეს არ აქვს დანახი და არ გახსოვდა არ გძირათ, YouTube-ში ჩაწერეთ და ნახეთ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეს რო ერთქვა ზვიადის იმ დროს.
ზვიადის რო ეთქვა იმ დროს ეს სიტყვები. აი ამ მას როგორ დაიხვევდნენ თითზე. რომ მერაბ ისა ზვიადმა სისხლის დახრა ამან მოითხოვა და იმისი ბრალია ეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი ჩაწყობილი იყო, არც მერაბი მისოდა, არც ზვიადი მისოდა, თუ რა მოხდებოდა იქ და არა და გარბაჩოვმა და ამერიკამ და ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ. წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ ხალხი დაეხოცა კონკრეტულად ნიჩბები და აუცილებლად ქალები უფრო მეტად. დიახ, ეს გეგმის ნაწილი იყო. კიდევ ამბობ იმისათვის, რომ მამასისგან გადაემტერებინათ ერთმანეთს. მაგრამ მე ეს იმიტომ გითხარით, რომ სისტემა იგივე და იგივე არის. გამიგეთ, რომ აი უკანასკნელ წუთამდე როგორ შეიძლებოდა კი, რა თქმა უნდა, ახლა სისხლი იღურება, მაგრამ ვერ გათვალეს და ვერ მიხვდნენ თუ საიდან იმართებოდა ეს სიტუაცია და ვინ მართავდა თავად ბართ. სამწუხარო და საუბედური. უდიდესი ვაჟკაცები, უდიდესი პატრიოტები, უდიდესი ნიჭიერი პიროვნებები, მაგრამ მოხდა ასე. დანარჩენი ვინ მოვიდა კაცო მას შემდეგ, ესენი ყველა გაყიდულები არიან, წინასწარ აგენტები არიან და ვიც ესენი არ იყვნენ აგენტები. მაგრამ აი ამათ პატიოსნებაზე, ესე იგი ვაჟკაცობაზე და ყველაფერის რაც გაასწრათ გულისმიერად, ხო? ეს ყველაფერი გამოიყენეს მაგათმა. და მე რო დარჩიდა და მეშე გამოაცხადეს, მაგრამ ისევ ამერიკამ ბუშმა გამოაცხადა, რომ დინების წინამდე მინდისო, დაცულ და მოიშორეს ეგრევე. მოიშორეს, ისევ და ისევ რუსის ხელით, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად გადამტერებოდი კიდევ რუსეთს. მრავალი წლის განმავლობაში. და ამით ორი მართლმადიდებელი კიდე ერი ერთმანეთს დაშორდებოდა. რატომ? იმიტომ რომ ბზეზის პროგრამა არის მართლმადიდებლობის განადგურება და რუსეთის. გესმით ახლა როგორ არის? აი ეს ომის პარტია, რომელიც ჩვენ მანამდე არ ვიცოდით, ხო? და როგორც თავში გითხარით, ისე რევოლუციები, უბრალოდ რევოლუციებდა და ამას მართავდა აი კლინტონების და აი ცალი ფლანგი რო არის, ორი ის რო არის დემოკრატები და რესპუბლიკელები, ხო? ისინი მართავდნენ და ოფიციალურად ის სოროსი გამოჩნდა, აი როდესაც მოვიდა ბილ კლინტონი. რატომ? და მე ჰილარი კლინტონი, რომელიც ჰილარი კლინტონის შემდეგ საერთოდ ოფიციალურად დადიოდა წინასწარ სოროსი და აი გაჭირებულ ქვეყნებში ვითომ მიდიოდა მშველელად, ხსნელად, ზოგ რაღაცა სამყოფოს პატრას გაუკეთებდა, ზოგ რაღაცას მიცემდა, არა და დაღუპული იყო ეს ქვეყანა მინიმუმ 9 წელიწადში. ესე გავუკეთეთ ჩვენს. ეხლა მე რისი თქმა მინდა მეგობრებო, ესე იგი ჩვენ გონიერება ვერ ვისწავლით. მე კიდე გავიმეორებ ერთს იმას დროს მაგრამ ნათქვამი, როდესაც თვითმფრინავით ესე იგი რუსეთიდან მოფრინა ვაკით და რუსები მიზიან გვერდში და ხო დააფრინდა იმაზე წავიდა პასატკაზე მამადეცი დაფრენაზე წავიდა თვითმფრინავი, ხო? დადგა უკვე იმ ასფალტზე, მაგრამ მიდის კაცო ინეთში ხო არ ჩერდება, ერთუცე ხო არ გაჩერდება. ეს ქართულობა ვინც იყო ამ სალონში? ბიჭო, ადგა ეს რემები მოიშორა, გამიგედა? აი იგი იმას ჩალაგდნენ იმას, რა ქვია, გასასვლელად. მოდი 25 კაცი. თუ არ არის ჯერ გაჩერებული თვითმფრინავი. და გვერდში რუსის ეს ქალი რუსი იქნებოდა, ვინ იქნებოდა? ასეთი რამ ჩაილაპარაკა. ო ბოჟე. ოხ და კავკასკაია კროვ. გამიგეთ? ანუ გარიაჩაია კროვ. ანუ ეს კავკასიური ცხელი სისხლიო. გამიგეთ? ანუ ჩვენ ტვინი და გონიერება ყველაფერი გვიზის გულში. ყველაფერი გადადის გზნობიერებაში. ანუ ელემენტარულად გზნობას ეცლება გონიერება. ანუ დისბალანსი ხდება ადამიანში. და ამ დროს ადამიანი ბუნებრივია, ვერ გადაწყვეტს, ვერაფერს გონებრივს. შესაბამისად, შედეგი ხდება ან ტრამვა, ან კატასტროფა, ან ბოლოს ფატალური შედეგი მთავრდება ყველაფერი. აგერ შედეგი რაც მივიღეთ,
სახეზეა და 33 წელიწადია ნადგურდებით. 33 წელი. არ ვიცი, ამის შემდეგ ჩამქოლავს აბა ბევრი გზა, მაგრამ გავიდა უკვე გვარიანი დრო და ამით უნდა ვისწავლოთ აზროვნება და ნაბიჯების გადადგმა და რა ამით. რა თქმა უნდა ეს საჭიროა, მაგრამ როდესაც ადამიანს შენ საკუთარი თავი გაბარია და შენი ოჯახი კიდევ ხო გასაგებია. გამიგეთ, რომ 3-4 ადამიანთან გაქვს მაქსიმუმ საქმე და მათი ბედი გაბარია, მაგრამ როდესაც ადამიანი ჩაიბარებს შენ ქვეყნის ბეს და მილიონი ადამიანის სიცოცხლეს, მაშინ ამით არ უნდა იმოქმედო. კიდევ ამბობ, ჩემთვის ისინი ყოველთვის გმირები იქნებიან, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. არ ვამბობ მე იმაზე, რა ქვია, შევარნაძე და ეგ გაყიდულები არიან, რომ ისინი არიან აგენტები, ოფიციალური აგენტები. პლუს ბიზნეს. გამიგეთ? ესენი არიან ოფიციალური აგენტები და ვიცი. მაგაზე არ ვამბობ. უბრალოდ მე ტექნოლოგია განახეთ, რომ ერთ და იგივე დროს, სხვადასხვა დროს ერთ და იგივე ტექნოლოგია იყო, რომ უკანასკნელ ქართულებამდე იყო ყოველთვის ბრძოლა. ეს აქიდან ამოგლეჯილი სიტყვები, აქიდან ამოგლეჯილი, აი როგორ გითხრათ, ზნობების იმპერია ამან გადაგურია და ერთმანეთს დაგვახოციეს, ერთმანეთიც ქვეყანას დავანგრიეთ ჩვენი ფერი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გაწერილი გეგმა იყო, რა თქმა უნდა, იმათ სოროსის და ევროდასავლეთის და ამერიკის. აი ესეთი ამბები ხდება და ეხლა ბოლოს მიქსი თავში რო გითხარით მიქსი მაინც გამოვამეთქი. ეხლა მეგობრებმა გუშინ ჩამიყარეს კაცო 1-მა, 2-მა, 3-მა, 4-მა. აი ეს რო არის ერთი ბათუმელი რო არის მე ლევან მეგრელიძე ხო? რომ ისაო იმას მიმართავს დადირაძეს კაცო. აი ამ ხალხო დაიჭირეთო, არ მიხედეთო, რაღაცა უკენითო რომელიც ღვთისმშობელი ქართველია ვიზაღისო. ნუ მოკლედ რა. ამაზე ხომ გონდა მე საუბარი. და რას გეტყვით ახლა იცით? ერთი ვინმე ანთროპოლოგი არ აქვს ნაცნობი მეგობრებო, ვინმე. ახლა მე რო გამოვძებნო, ჩემი კაცია და ალბათ რაღაცას ატკვირებს ვიფიქრებთ. ანთროპოლოგი ვინმე მოძებნეთ ოფიციალურად შეახედეთ ამ კაცს, სიფათზე შეახედეთ. იმიტომ ანთროპოლოგია ესეთი მეცნიერება ვიზუალიდან გამომდინარე გეტყვის რა twinში ადამიანს. მესმის? ხოდა შეახედეთ და ოფიციალურად დაადეთ მე რომელიმე პოსტი შედეგი. გესმით? აი ეს. კარგით მეგობრებო, მე ეს ახლა არ უნდა მეთქვა, სულაც არ მაინტერესებს, არასდროს არ მაინტერესებს და ჩემი ასე ვთქვათ სამეგობრო წრის გაბევრება და მე არ ვარ ასე ვთქვათ პოპულარული თემები და საკითხები ჩემი იმის გვერდების დამტვირთებ პირიქით. ჩემი გვერდი არის სულ აი ისეთ სიმართლის ამბობს, რომელიც კი სიმართლეა, მაგრამ მე კიდე მძღუნავს, ჩემს გვერდს მძღუნავს, იმიტომ რომ აკდება და აკდება. რატო? იმიტომ რომ სიმართლე ძალიან მწარეა და ეკლიანია. ხო, ეხლა ბარეგამ იმასაც გეტყვით, რომ ხომ ეხლა თბილისში მიდივარ, მეგობრებო, სატირალში. რო დავბრუნდები, დავდებ კიდე ერთ ვიდეოს, მაგრამ ერთსაც და მეორესაც, მაგრამ მანამდე კიდე მინდა გითხრათ, რომ როგორც ხედავ და როგორც ბევრი მიხვდა, ხო, მე უკვე ცალიფეხი იქით ამან, ცალიფეხი დაკით ავარ. კიდე გეუბნები. მომეცით ბოლო შანსი მომეცით. გესმით?
რომ გავაკეთო ის ჩანაფიქრი, რასაც 1-2 ვიდეოს წინ ლაივში წინ გითხარით. და თქვენ ნახავთ თუ რა შეუძლია ერთ ადამიანს და მე რა შეიძლება თქვენ. გესმით? მორჩა მე სადღაც ოქტომბრის მეორე დეკადის შემდეგ ვემშვიდობები ამ ქვეყანას თუ არ იქნა ის საკმარისი ბაზა რომ გაკეთდეს ის საქმე რაც წინა ვიდეოებში გითხარით. იმიტომ რომ იმდენია კიდე საქმელი რომ აი ამ დარგში ამაზე მეტი რაღაც ხო ეხლა ხო რაც გითხარით. მაგრამ ის გარდა კიდეა უამრავი საქმე. მაგრამ საქმელის გარდა საკეთებელია მას არ ვარ. და იმ საკეთებელ საქმისთვის არ გეუბნებით რომ დაგელოდებით ეგერ ანგარიშიდებს შემოგარგებოდა მაქსიმუმ ოქტომბრის მეორე დეკადა. მორჩი თუ მანამდე არ იქნა საშველი არ გაბზარდებოდა თქვენს დაისვენებთ და მეს დავისვენებთ. კარგით მეგობრებო მომავალ შეხვედრამდე რა ვიცი აბა გემშვიდობებით იმედებით.